შეხვედრა კინოცენტრში კინემატოგრაფისტთა გაერთიანების წევრები ეროვნულ კინოცენტრის წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა კინემატოგრაფისტთა გაერთიანების წევრები მის ღია ჩატარებას ითხოვდნენ. კონკურსების მიმდინარეობისას ჟიურის დაკომპლექტებისა და გრძელვადიანი დიალოგის დაწყება ეს არის ის მთავარი მოთხოვნები, რაც კინოცენტრის მიმართ აქვთ. შედგა თუ არა შეთანხმება, ნათია ხართიშვილი კი ამბობთ. კინოცენტრის ხელმძღვანელსა და კინემატოგრაფისტთა გაერთიანების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ვაკის პარკის კინომოძრაობამ ზურაბ მაღალაშვილი მედიისთვის ღია შეხვედრაზე ვერ დაითანხმა. თუმცა დახურულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხილულ საკითხებს გაასაჯაროვებდნენ. რადგან ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო საკმაოდ ხანგრძლივი და ძალიან ბევრი სამუშაო დეტალი უნდა განხილულიყო, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო მაინც დახურულ კარს მიღმა, პირობითად ვამბობ და ამის შემდეგ უკვე ორივე მხარე, ჩვენი მოძრაობა და კინოცენტრიც ჟურნალისტებისთვის საჯაროდ გააკეთებდა კომენტარს ამა თუ იმ საკითხებს. ლოტოტრონის პრინციპის შესახებ მორატორიუმის გამოცხადება, რაც იყო ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა. აგრეთვე იყო სხვა საკითხები, მაგალითად ჟიურის შერჩევის ახალი პრინციპის ჩამოყალიბება, პროექტების შეფასების კრიტერიუმები და ასე ძალიან ტექნიკური და ძალიან ისეთი ძირეულად გამოკვლეული საკითხები. კინომოძრაობამ კინოცენტრში დღესვე მოთხოვნები ოფიციალურად წერილობით წარადგინა. წერილში იმ მიზეზებზეა საუბარი, რის გამოც მათ კინოცენტრის საკონკურსო ჟიურის დაკომპლექტება ლოტოტრონის სისტემის მიხედვით მიუღებლად მიაჩნიათ. ჩვენ გავუზიარეთ ეს მოდელი, პრეზენტაცია სიტყვერათაც მოვახდინეთ და წერილობითაც არგუმენტირებული ყველა საკითხი ჩამოწერილი ჩავაბარეთ და ველოდებით, რომ მათაც არგუმენტირებული პასუხი გაგვცენ სწორედ ესე წერილობითი საკითხი, თუნდაც იმ პირებმა, იმ ჯგუფებმა, ვინც არიან ლოტოტრონის მომხრეები. სანამ არ გვექნება უკეთესი სისტემა და უკეთესი გადაწყვეტილება სანამ არ მივიღებთ, იქნება ლოტოტრონი. მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი. მან აღნიშნა, რომ კინომოძრაობის მოთხოვნებს გაეცნობა და ოფიციალურ პასუხს მომავალ კვირას გაასაჯაროვებს. გადმოგცეს თავისი მოსაზრებები კინოცენტრის მიერ კომისიის ჩამოყალიბების, კომისიის წევრების მიერ პროექტების შეფასების, თვითონ სტრუქტურის მხრივ. დიდი მადლობა მათ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაანალიზებთ მათ მიერ მოწოდებულ წინადადებებს, შევხვდებით სხვა ჯგუფებსაც, რომ არსებობს სხვა მოსაზრებებიც. და ვფიქრობ, სამშაბათს, ოთხშაბათს უპასუხებთ მათ წერილობით, თუ რა მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას მომავალში. ვაკის პარკის კინომოძრაობაში ერთ-ერთ პროექტზე კინოცენტრის ჟიურის მხრიდან გაკეთებულმა უტაქტო შეფასებებმა პროტესტი გამოიწვია. რამდენიმე კვირის წინ ამის შესახებ მოძრაობამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. განხორციელდება თუ არა ცვლილებები კინოცენტრში არსებულ სადავო საკითხებზე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.